მოგესალმებით ოლივერ. მიხარია თქვენი ხილვა ჩემს გადაცემაში და კმაყოფილი ვარ რომ გმასპინძლობთ. მადლობა თქვენ ჩემი მოწვევისთვის. სანამ ჩვენი გადაცემის მთავარ თემაზე ვისაუბრებდეთ, მე მინდა რომ თქვენ შესახებ მოუყვეთ მაყურებელს და უთხრათ, თუ როგორ აღმოჩნდით ფინანსურ სფეროში მუშაობის გამოცდილების ადამიანი ავიაციაში. ფრენა ჩემი ცხოვრებისეული ოცნება იყო და საკმაოდ პატარა ასაკიდან დავიწყე ავიაციაში მოღვაწეობა. ჯერ დავიწყე ფრენა სამოყვარულო პატარა თვითმფრინავით, ხოლო შემდეგ შევძელი საკუთარი ხელით ამეწყო თვითმფრინავი. 35 წლის ასაკიდან ავიაციით უკვე პროფესიონალურ დონეზე დავკავდი და ავიღე პილოტის ლიცენზია. შემდეგ კი უკვე გავხდი ავსტრიაში ერთ-ერთი საფრენი კლუბის პრეზიდენტი და ასე ახდა ჩემი ოცნება, რომ ყოფილიყავი ავიაციაში. დღეს მე სრული დატვირთვით ვარ ჩართული ავიაციის ინდუსტრიაში, რაც მე ძალიან მახარებს. გეთანხმებით, რომ ავიაცია ძალიან საინტერესო სფეროა და როდესაც შედიხარ, არასოდეს ტოვებ მას. ერთია, მუშაობდი ავიაციაში, მაგრამ მეორეა იყო ინვესტორი. არსებობს მოსაზრება, რომ ავიაციაში ინვესტირება საკმაოდ რისკიანი საქმეა და როდესაც ამ ბიზნესში შედიხარ, უნდა იყო მილიარდერი, რომ გახდე მილიონერი. თქვენ რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას? მე მსმენია ეს მოსაზრება, რაც გარკვეულწილად სიმართლეა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ინვესტირებას ახდენ ავიაციის სტარტაპ პროექტში, რადგან ეს სფერო საკმაოდ რთულია, პირველ რიგში უამრავი რეგულაციიდან გამომდინარე. მე მინდა გადავიდეთ მთავარ თემაზე და ვისაუბროთ იმ სისტემაზე, რომელმაც შეიძლება რევოლუცია მოახდინოს ავიაციის სფეროში. მოდით მეგვიყევით იმ უნიკალურ სისტემის შესახებ, რომელსაც თქვენ ქმნით ტურბულენტობის გასანეიტრალებლად. დიახ, ჩვენ შევქმნით სისტემა, რომელსაც ტურბულენტობის განეიტრალების სისტემა ეწოდება, რაც უზრუნველყოფს განსაკუთრებით თვითმფრინავის ვერტიკალური აჩქარების დროს ტურბულენტობით გამოწვეული ზედმეტი რყევების ელიმინაციას. მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ცუდად ხდება ტურბულენტობის დროს, ეს ტექნოლოგია იგივე პრინციპით მოქმედებს, როგორც მოქმედებს ხმაურის ელიმინაციის ტექნოლოგია. ჩვენ ტურბულენტობის ელიმინაციას ვახდენთ კონტრტურბულენტობის შექმნის შედეგად, ისევე როგორც ხმაურის შემცირების სისტემა ხმაურის შემცირებას ახდენს კონტრხმაურის შექმნის შედეგად. დღეს ეს სისტემა შექმნილია მსუბუქი და ზემსუბუქი თვითმფრინავებისთვის, მაგრამ მომავალში გვეგმავთ, რომ ეს სისტემა გამოვიყენოთ უფრო დიდ თვითმფრინავებზე. ამ სისტემის მომავალში გამოყენების პერსპექტივებს შევეხებით ცოტა მოგვიანებით. ძალიან საინტერესო ფაქტია ის, რომ ამ სისტემის დამონტაჟება თვითმფრინავის ფრთაზე ხდება ისე, რომ არ არის საჭირო თვითმფრინავის ფრთის დიზაინის შეცვლა. როგორ გამოხმაურება გააქვთ თვითმფრინავის მწარმოებლების მხრიდან, რომელმაც ამ სისტემის გამოყენების შედეგად შეიძლება საკმაოდ დიდი ეფექტი მიიღონ. ტურბულენტობის განეიტრალების სისტემას ძალიან დიდი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ყველა მწარმოებლისთვის და ყველა სახის საჰაერო ხომალდისთვის და დრონისთვის, რომელსაც აქვს ფიქსირებული ფრთები. ეს სისტემა არ არის განსაზღვრული ვერტფრენებისთვის. სისტემა ხელს უწყობს თვითმფრინავს, რომ ყოველგვარი ზედმეტი დაბრკოლების გარეშე დაძლიოს ტურბულენტობა, რაც აუმჯობესებს ფრენის უსაფრთხოებას, კომფორტს და ეკონომიკას. ასეთი სისტემის მეშვეობით შესაძლებელია საოპერაციო ხარჯების შემცირება და თვითმფრინავის ეფექტურად გამოყენება. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ეს სისტემა დაინერგება როგორც ავიაციაში მოქმედი ახალი სტანდარტი. მაგალითისთვის დაახლოებით 20 წლის წინ დაიწყო მანქანების მოძრაობის სტაბილურობის ელექტრონული სისტემის შექმნა, რაც დღეს უკვე სტანდარტია ყველა ავტომანქანისთვის და მაგის გარეშე არ ხდება წარმოება. ჩვენ გვჯერა, რომ იგივე პრინციპით ეს სისტემა გახდება ახალი სტანდარტი თვითმფრინავებისთვის. ეს ნამდვილად საინტერესო სისტემაა. თქვენ საუბრის დასაწყისში ახსენეთ დიდი ზომის თვითმფრინავების საკითხი. ამ სისტემის განვითარების პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, რამდენად რეალისტურია, რომ ამ სისტემის გამოყენება მოხდეს მაგალითად Airbus-ის და Boeing-ის ტიპის, როგორც საშუალო, ისე დიდი გაბარიტის მქონე საჰაერო ხომალდებზე. ეს ძალიან კარგი შეკითხვაა. ძალიან დიდი ალბათობაა, რომ ჩვენი სისტემის გამოყენება მოხდეს დიდი ზომის საჰაერო ხომალდებზე. გასულ წელს ჩვენ მონაწილეობას ვიღებდით ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ ერთ-ერთ გამოფენაში, სადაც შევხვდი Boeing-ს და მათ ამ სისტემის დეტალების გაზიარება გვთხოვეს. ჩვენ ასევე დაგვიკავშირდა Airbus-ი და სხვა მწარმოებლებიც, რომლებიც არ შემიძლია ახლა დავასახელო. ეს სისტემა განკუთვნილია როგორც მსუბუქი, ასევე დიდი საჰაერო ხომალდებისთვის, უბრალოდ სერტიფიცირების პროცესია განსხვავებული. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმისკენ, რომ სისტემის გამოყენება მოხდეს დიდი ზომის თვითმფრინავებზეც.
მე როგორც ხედავ, ამ სისტემას აქვს მრავალწახნაგოვანი მნიშვნელობა და ფარავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებს ავიაციაში, როგორიცაა უსაფრთხოება, კომფორტი, ხარჯების შემცირება და გამონაბოლქვების შემცირება. მე მინდა პირველ რიგში შევეხოთ უსაფრთხოებას და მოვუყვეთ ჩვენს ტელემაყურებლებს იმის შესახებ, თუ როგორ მოახდენს ეს სისტემა უსაფრთხოების კომპონენტის გაძლიერებას. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ გლობალური დათბობის და კლიმატური პირობების გაუარესების გამო ძლიერი ტურბულენტობების დონე საკმაოდ გაიზარდა და ამის შესახებ ერთ-ერთმა ბრიტანულმა უნივერსიტეტმა ჩაატარა სპეციალური სამეცნიერო კვლევა, სადაც ნათქვამია, რომ 80-იან წლებთან შედარებით 55%-ით გაიზარდა ძლიერი ტურბულენტური პროცესები. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ 2023 წლის შემდეგ ძალიან გაიზარდა ტურბულენტობით გამოწვეული ადამიანების დაზიანებების რაოდენობა. არ ვიცი, რითი არის გამოწვეული შემთხვევების ასეთი მატება ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, მაგრამ ეს ჩვენი რეალობა. ჩვენი სისტემის მეშვეობით ნეიტრალდება ტურბულენტობის ეფექტი თვითმფრინავზე, რაც შესაბამისად იცავს პილოტებს და მგზავრებს ტურბულენტობით გამოწვეული ზემოქმედებისგან. როდესაც რეგულარულად თვითმფრინავი ტურბულენტურ სიტუაციაში, ეს ძალიან მოქმედებს პილოტების კონცენტრაციაზე და ნაკლებად პროდუქტიულებს ხდის მათ, რაც პირდაპირ ურტყავს ფრენის უსაფრთხოებას. ჩვენი სისტემა პირდაპირ ემსახურება ფრენის უსაფრთხოების ამაღლებას. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ფრენის შიში. ამდენად მისცემს თქვენ სისტემა სტიმულს იმ ადამიანებს, ვისაც ფრენის ეშინია. ასევე რა ბენეფიტს მიიღებენ ავიაკომპანიები, რომლებიც ცდილობენ, რომ უფრო მეტი მგზავრს ნაკადი მიიზიდონ. მე დავიწყებ შეკითხვის მეორე ნაწილიდან. ცხადი ავიაკომპანიები მიიღებენ ძალიან დიდ ბენეფიტს, რადგან ამ სისტემის მეშვეობით ისინი ფრენის დროს შექმნიან კომფორტის ახალ სტანდარტს. ყველა ავიაკომპანია ცდილობს, რომ მაქსიმალურად კომფორტული გარემო შექმნა მგზავრებისთვის და ეს სისტემა ქმნის გაყიდვების ზრდის უნიკალურ საშუალებას. თუ თქვენ გაქვთ არჩევანი ორ ავიაკომპანიას შორის, საიდანაც ერთი გთავაზობთ ფრენას ჩვეულებრივი თვითმფრინავით და მეორე ტურბულენტობის საწინააღმდეგო სპეციალური სისტემით აღჭურვილი თვითმფრინავით, ცხადია თქვენ არჩევანს გააკეთებთ მეორეზე, რომელიც სპეციალური სისტემითაა აღჭურვილი. სწორედ ეს ის ეფექტია, რაც ავიაკომპანიას აძლევს ერთის მხრივ კომფორტის, მეორე მხრივ უსაფრთხოების შექმნის უკეთეს საშუალებას. ასევე აქ შემოდის მნიშვნელოვანი კომპონენტი ტექნიკური მომსახურებების ხარჯის შემცირების სახით. ჩემი შემდეგი შეკითხვაც სწორედ ტექნიკური მომსახურების ხარჯების შემცირებას ეხება, რადგან იგი წარმოადგენს ავიაკომპანიის საოპერაციო დანახარჯების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კომპონენტს. მინდა რომ უფრო დეტალურად მოგვიყვეთ იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარება თქვენი სისტემა ამ კუთხით ავიაკომპანიებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. რამდენიმე წლის წინ ამერიკის ერთ-ერთმა აერონავტიკის უნივერსიტეტმა ჩაატარა ტურბულენტობით გამოწვეული დანახარჯების კვლევა. აქ შესწავლილი იყო დანახარჯების ზრდა, რომელიც უკავშირდება მარშრუტის და ფრენის სიმაღლეების ცვლილებას, რათა თავი არიდონ ტურბულენტურ ზონებს, რაც იწვევს უფრო მეტი საწვავის მოხმარებას. უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ ტურბულენტობის შემცირების შედეგად ყოველწლიურად შეიძლება დაიზოგოს დაახლოებით $3 მილიარდი. რაც შეეხება ტექნიკური მომსახურების თემას, ტურბულენტობის დროს თვითმფრინავი განიცდის ზედმეტ დატვირთვას და ხშირ შემთხვევაში საჭიროა დამატებითი ტექნიკური მომსახურება და თვითმფრინავის გაჩერება მიწაზე, რაც პირდაპირ კავშირშია ავიაკომპანიების დანახარჯების მატებასთან. შესაბამისად, ძალიან დიდი თანხები შეიძლება იქნას დაზოგილი სწორედ ტურბულენტობის საწინააღმდეგო სისტემის გამოყენების შედეგად. საბოლოო ჯამში ჩვენი სისტემის მეშვეობით ერთის მხრივ მგზავრებისთვის შეიქმნა კომფორტული ფრენის პირობები და მეორე მხრივ ავიაკომპანიები შეძლებენ დანახარჯების ოპტიმიზაციას. ავსტრია საქართველოს მსგავსად მთიანი ქვეყანაა, სადაც საკმაოდ რთულია ფრენების შესრულება განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში. ამდენად შეუწყობს თქვენი სისტემა მობილურობის გაძლიერებას და ფრენების შესრულებას განსაკუთრებით რთული რელიეფის მქონე ადგილებში. მე როგორც პილოტმა შემიძლია გითხრათ, რომ დღეისათვის ავიაცია ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტის სახეობაა მსოფლიოში და ფრენის დროს უსაფრთხოების კომპონენტი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ უსაფრთხოება უნდა გავყოთ ობიექტურ და სუბიექტურ უსაფრთხოებად. ობიექტურ უსაფრთხოებაში იგულისხმება სტატისტიკურად დადასტურებული ფაქტი, რომ ავიაცია ყველაზე უსაფრთხო სახის ტრანსპორტია. სუბიექტური უსაფრთხოება არის ადამიანის მიერ უსაფრთხოების აღქმა, მაგალითად, რაც უფრო სტაბილური და სასიამოვნოა ფრენა, მით უფრო დადებითია ადამიანების აღქმა. მე როგორც საფრენი კლუბის პრეზიდენტი ვხედავ, რომ მინიმუმ 15-20%-ით გაიზრდება ადამიანების მხრიდან მოთხოვნა, რადგან ტურბულენტურ პირობებში ფრენა ადამიანებს არ უყვართ. მაგალითად, ჩემი მეუღლე ჩემთან ერთად არ დაფრინავს, არა იმიტომ, რომ მე როგორც პილოტს არ მენდობა, არამედ მას დისკომფორტს უქმნის ტურბულენტობა და ცუდად ხდება. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ამ სისტემის გამოყენების შემდეგ მინიმუმ 20%-ით მოახდენთ მოთხოვნის ზრდას.
ამ პროცესში ყველაზე დიდი გამოწვევა ინოვაციური სისტემის შექმნაა. თუმცა, ასევე საკმაოდ რთულია რომ მოახდინო ამის სერტიფიცირება. როგორ მოახერხეთ ამ პროცესის გავლა განსაკუთრებით ევროპულ მარეგულირებლებთან მიმართებაში? გეთანხმებით ძალიან რთული გზა. ხანგრძლივი ადმინისტრაციული პროცესი გავიარეთ, ძალიან ბევრი დოკუმენტი შევავსეთ და უამრავი ტესტირება ჩავატარეთ. ამ პროცესის შერბილების გამო ჩვენ სისტემის დანერგვა დავიწყეთ შედარებით ნაკლებად რეგულირებულ კატეგორიაში, როგორიც 600 კილოგრამამდე ასაფრენი მასის მქონე თვითმფრინავებია. ჩვენ ყავს საჩვენებელი თვითმფრინავი, რომლის მეშვეობითაც ვახდენთ სისტემის ეფექტურობის დემონსტრირებას და მათ შორის ავიაკომპანიები აგზავნიან თავიანთ პილოტებს ამ თვითმფრინავზე საფრენად, რომ პირადად გამოცადონ ჩვენი სისტემის ეფექტი. ძალიან საინტერესო შეგრძნება, როდესაც რთავამ სისტემას და თვითმფრინავი წარმოუდგენლად სტაბილურად დაფრინავს და გეუფლება განცდა, რომ გაცილებით მძიმე წონის თვითმფრინავში ზიხარ. ჩვენ ეტაპობრივად გადავდივართ უფრო დიდი კატეგორიის თვითმფრინავებზე და ამ კუთხით თანამშრომლობთ თვითმფრინავების რამოდენიმე მწარმოებელთან. ამ პროცესში ფინანსურად გვეხმარება ავსტრიის მთავრობა და ევროპული სტრუქტურები და ძალიან მალე ჩვენი სისტემის გამოყენებას დავიწყებთ უფრო დიდი ზომის თვითმფრინავებზე, რისთვისაც დამატებით გავივლით სერტიფიცირებას. ჩვენი საუბრის ბოლოს კი მინდა გკითხოთ კონკურენტულ ბაზრებზე შესვლის შესახებ. განსაკუთრებით ამერიკის ბაზარზე და ზოგადად ამერიკის კონტინენტზე, სადაც ძალიან აქტიურად გამოიყენება მსუბუქი და ზემსუბუქი თვითმფრინავები. გლობალურად მსუბუქი საჰაერო ხომალდების 50% დაფრინავს ამერიკასა და კანადაში. დანარჩენი 50% მოდის ევროპასა და აზიაზე. ძალიან ცოტა რაოდენობა დაფრინავს აფრიკაში. ცხადია, ამერიკის ბაზარი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის და აქტიურად მუშაობთ ამერიკულ მწარმოებლებთან, რომლებიც ძალიან დაინტერესებულები არიან, რომ ითანამშრომლონ ჩვენთან. თუმცა გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს ჩვენი სისტემის მუშაობის ეფექტურობის შესახებ. ფიქრობენ, რომ თუ მათ ამდენი ხანი ვერ შექმნეს ასეთი სისტემა, ავსტრიელმა ბიჭებმა როგორ მოახერხეს ასეთი ტექნოლოგიის შემუშავება, რომელიც კარგად მუშაობს. ახლა ისინი აგზავნიან თავიანთ პილოტებს, რომ დატესტონ ჩვენი სისტემა და ეს არის სწორედ ის გასაღები, რაც გააღებს არა მარტო ამერიკის ბაზრის, არამედ მთელი მსოფლიოს ბაზრების კარს ჩვენი კომპანიისთვის. მე მინდა ძალიან დიდი წარმატება გისურვოთ და მოუთმენლად ველი, რომ ვიფრინო იმ თვითმფრინავით, რომელიც თქვენს მიერ შექმნილი ტურბულენტობის საწინააღმდეგო სისტემით იქნება აღჭურვილი. მადლობა მინდა გითხრათ სტუმრობისთვის და მე დღეს ამით გემშვიდობებით.